დილამშვიდობისა, გადავწყვიტე ეს ვიდეო ახლა ჩავწერო სასწრაფოდ დილიდან, იმიტომ რომ Facebook-ზე შემხვდა ერთი პოსტი, რომელშიც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საბა ხვადაგიანზე. ეს არის საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და თბილისის დინამოს კაპიტანი ასევე. 13 აპრილს გაიმართა მატჩი ტორპედოსა და დინამოს შორის ქუთაისში. ეს მატჩი ყოველთვის დაძაბულია, მოგეხსენებათ, ტორპედო მოიგო 2-0. ერთ მომენტში დაფიქსირდა პირველ ტაიმის ბოლოს ასეთი შემთხვევა, საბა ხვადაგიანმა მიიღო ყვითელი ბარათი მეტოქესთან ორთაბრძოლაში. ჩემი აზრით მეტოქემ ცოტათი გააფორმა. ამის გამო საბა ხვადაგიანმა ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ რაღაცა უთხრა მეტოქეს, ესე მეტოქე ძირს იწვა, ეს დაიხარა, რაღაცა უთხრა და წავიდა, რამაც ცოტა პატარა შეხლა შემოხლა გამოიწვია. ხო და ამის შემდეგ ზოგიერთმა ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ თითქოს საბა ხვადაგიანმა დააფურთხა მეტოქეს, რაც არის არასწორი. ჯერტი ეს რომ ყოფილიყო ვარი არსებობს და საბა ხვადაგიანს წითელ ბარათს აჩვენებდნენ. ეს არასპორტული საქციელია, ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი. ეს არ გაუკეთებია საბა ხვადაგიანს, მე თქვენ გაჩვენებთ ამ მომენტს. ახლოდან ძალიან კარგად ჩანს და ყველას ძალიან ვთხოვ, რომ ნუ გავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ადამიანს სამუდამოდ მიაკერებს რაღაცა ისეთ სახელს, არასასიამოვნოს და მე მის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს საზოგადოების. არ დაუფურთხებია საბა ხვადაგიანს, უბრალოდ რაღაცა უთხრა. აი ამ ვიდეოში, რომელსაც მე გაჩვენებთ, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. და ბოლოს მინდა ვთქვა, თბილისის დინამო ამ ჩემპიონატში არის ერთადერთი გუნდი, რომელშიც ყველა ქართველი ფეხბურთელი არის თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი. ერთადერთი გამონაკლისი არის ვაკო გვილია, რომელიც ბოლო თამაშებში არ თამაშობს, იმიტომ რომ რაღაც მიკროტრავმა მიუღია. დანარჩენი ყველა ქართველი ფეხბურთელი არის თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი, 2+2-3 ლეგიონერი. ამ ფეხბურთელებს სჭირდებათ მხარდაჭერა, ბევრი მათგანი თამაშობს 21 წლამდელთა ნაკრებში, ბევრი მათგანი მალე ითამაშებს საქართველოს ეროვნულ გუნდში. ასე რომ ხვალ არის თამაში 17 აპრილს თბილისის დინამო გორის დილა, საღამოს 20 საათზე დინამო არენაზე, ასე რომ მობრძანდით.